ძველი რადიო მიშა და ნინო დაგიბრუნდით სტუმრებთან ერთად 14 ივნისი საქართველოში შეშმოდგირთა უფლებების დაცვის დღეა. მთავარი გზავნილით თანაბარი შესაძლებლობები, თანაბარი უფლებები და ჩვენი სტუმრები არიან კავშირი ირას დამფუძნებელი ნინო ჭაბუკიანი, ასევე ბენეფიციარი ინგა იურიძე, სპეცპედაგოგი ნანა პაიაშვილი. ქალბატონებო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ინგას. სანამ ეთერში შემოვიდოდით, მან აღნიშნა, რომ ეს პირველი ეთერია ჩემიო და გვეწვია მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რთული იყო მისთვის, აუცილებლად უნდა ვთქვა, ამოსვლა, ის მაინც მოვიდა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე საუბარი, თან დღევანდელი დღის მიზანი არის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, დიახ, ჩვენ აქ ვართ და როგორც თქვით, მთავარი გზავნილია თანაბარი შესაძლებლობები, თანაბარი უფლებები. დიდი მადლობა. მადლობა ნინო. რაც შეეხება კავშირიას 20 წლიანი ისტორია აქვს, ანუ თქვენ ძალიან დიდი გზა გაიარეთ და მოკლედ იქნება საუბარი დავიწყოთ კავშირიას მოკლე ისტორიით. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რა იყო 20 წლის წინ და რა არის დღეს სადამდე მოვედით. მოდი მე ესე დავიწყებ და ჯერ პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევლისთვის. ხშირად გვიწევთ ხოლმე და ტოტ უყურადღებთ, ჩვენც ძალიან გვახალებს და დავიწყებ აქედან, რომ მე თავად ვარ შობელი, შეწყვეტილ შესულს გქონდა ამჟამად თქვენს დიდია და პირის და ძალიან რთული იყო, ჯერ იყო დედა შეწყვეტილ შესაძლებლობის გქონდა. შვილის ეს გაიაზრო, გადაიტანო და მე დაიწყო ბრძოლა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ძალიან რთული იყო ეს პერიოდი ჩემთვის და დაწუნებული ყველა დედისთვის და ოჯახის წევრებისთვისაც ძალიან რთულია ეს ყველაფერი. მე როცა რომ გავიგე, რომ რაღაც არსებობს ჩვენთან თბილისში ცენტრები, დავიწყე უკვე ცენტრის მოძიება ჩემ შვილთან ერთად, თუმცა ხა ახალი იყო, რომ ეხლა იქავდა ეს ცენტრები და ცოტა რთული იყო ჩემი შვილის ამ ცენტრებში ძალიან რთული იყო. ეხლაც მიჭირს საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რთული გზა გავიარე, ბევრი შეურაცხყოფა ქუჩაში, ტრანსპორტში. ძალიან რთული ეს ყველაფერი და აი ესე პრობლემები ხდება, სულ ტკივა, შიგნით ძალიან ტკივა ეს ყველაფერი. მაგრამ რაღაცნაირად გადავლახე. ეს იყო 20 წლის წინ. 20 წლის წინ, კი, 20 წლის წინ იყო ეს ყველაფერი. ის საბედნიეროა, რომ შეიცვალა უკეთესობის. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ყველაფერი შეიცვალა, რა თქმა უნდა, თუმცა კიდე არის ბევრი რამ არის გამოსასწორებელი და გასაკეთებელი, მაგრამ ის რაც ჩვენ გავიარეთ, ის პერიოდი იყო რაღაც უმოწინეს პერიოდი. ბოლოს გადავწყვეტეთ მე და ჩემო მეგობრებმა, რომ ჩვენ თვითონ გავუკეთებია დღის ცენტრი. იმიტომ რომ რახან ჩემი შვილი ცოტა რთული იყო. ხო, რთული იყო ჩემი შვილი, მაშინ გული მწყდებოდა. ამას ალბათ ვამბობ, რომ როგორ შეიძლება თუ არსებობს ეგეთი ცენტრი. დიახ, ისაუბრეთ. ეგეთი ცენტრი თუ არსებობს, რატომ არ უნდა იყოს ჩემი შვილი იქ, მაგრამ ხო ვერ ხდება ესე, იმიტომ რომ არ იყო კადრი, პროფესიონალი, ყველაფერი საჭირო იყო, ხო, იმისთვის და არანაირი. ანუ ფაქტობრივად თქვენი კავშირის შექმნიდან დაიწყო თქვენი აი ამ სფეროში როგორც პროფესიონალის ჩამოყალიბებას. კი ბატონო, რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი ტრენინგები გავიარე, ასეთი ვისწავლე ამ სფეროში. ერთადერთი რაღაცა ეტყობა ბუნებამაც მიშველა, თორე სიადვილი არ არის ამ ყოველთვის კეთება და შენს თავზე აიღო ამ ხელა პასუხისმგებლობა, მაგრამ შენი შვილი თუ არ არის უკვე არიან დანარჩენი ადამიანები, რომლებსაც შენი ყურადღება სჭირდება, ბევრი რამ გჭირდება, ავიცოდი პროექტის წერა, უნდა ისწავლო ეს ყველაფერი. საკმაოდ რთული გზები ვიარეთ რა. მე არ მქონდა შენობა, ჩემს სახლში გავაკეთე ეს ყველაფერი. სახლში პედროსაკი. იტალიურ ეზოში ინტეგრაცია მოგახდინა. ბავშვების ხო ჩართული. მოდიოდნენ და თქმა უნდა. და ნუ ახლა წარმოგიდგენიათ იტალიურ ეზოში ეს რა ხდებოდა ეგ ეზოში. მაგრამ საკმაოდ კარგად შეეწყვნათ ერთმანეთს და
ხშირად ერთად გავდიოდით ამ ღონისძიებებზე და რაღაცნაირად. ნუ მე ნელა რაღაც ერთი ფარტი, მეორე ფარტი, მე მგონი თბილისის ყველა უბანი ვარებოდა და ბოლოს ქალაქის მერიამ გადმოგცა გოდანში ფუქტით პარტი, სადაც ჩვენ პარტი დღესდღეობით გვაქვს ვიტყოდი რომ საკმაოდ კარგი სიტუაცია გვქარჯერად. კი ბატონო და აი ერთ-ერთი სამიმუშო ცენტრია შეიძლება ითქვას. ხო, ჩვენ ასე გვინდა რომ იყოს. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემზე, ამ ადამიანებზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა. არაერთხელ გვითხოვს და კიდევ აღნიშნავთ, რომ ასეთი მშობლები, მეც მათ შორის შეშლილ ბავშვის მშობელი ვარ, ნიშაც არიან სახელმწიფოსთვის მოკარნახეები, ხო? და არასამთავრობო სექტორმა, სახელმწიფომ, თემმა, ყველამ ძალიან დიდი მუშაობა გაწია იმისთვის, რომ თუნდაც ეს ის რთული პერიოდები ყველას ერთად გაგვევლო და ნუ აი ქალბატონო მანინომ როგორც აღნიშნა ძალიან მძიმე პერიოდი იყო მისთვის ფსიქოლოგიურად, ემოციურად, როგორც მშობლისთვის, მაგრამ დაიწყო ეს საქმე და ერთად მოვედით დღევანდელ დღემდე და დღეს უკვე ძალიან ბევრი ბენეფიციარია კავშირიაში და ერთ-ერთი ქალბატონი ინგა. ხო, მადლობა ინგა რომ აი თქვენი ისტორია რო გვიამბოთ. ჩემი ისტორია იმით დაიწყო იმას ვიტყვი რომ ძალიან კარგი სიმძლები გაიხსნა. ერთ-ერთი ადაპტირება იმ ადამიანს ვისთანაც ვართ და ის არის შვილს დამოუკიდებლობას სწავლობს. მე აქედან გამომდინარე ქალბატონი შემომთავაზე ერთ-ერთი ძალიან დიდი დახმარება გამიწია რომ ერთმანეთს ვეხმარებით. რამდენი წელია რაც ორი წელია ამ კავშირში ვარ და ძალიან აი კმაყოფილება რომ ადამიანები თავდაჯერებენ. აი რა შეიცვალა? შეიცვალა ის რომ ერთმანეთს ვეხმარებით კარგავენ შეძლების დაგვარად. აი სწავლობენ იმას რომ დამოუკიდებლები რაღაცა გააკეთონ, ვიღაცა გაახარონ და ეს ძალიან დიდი სტიმულია იმ ადამიანებისთვის და აი ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას ჯერ სახელმწიფოს მე ვინც ეს ჩამოაყალიბა ეს ორგანიზაცია საერთოდ შემოვიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ და აი ძალიან მე საერთოდ პრობლემა მქონდა პირად პრობლემა მქონდა და ძალიან დაგროვებული ვიყავი რაღაც პირად ცხოვრებაში შემეწნა ფინანსთან დაკავშირებით და ძალიან განვიცდიდი ამას და მინიმუმ ეს ხო ადაპტირება გააკეთა რომ მიყვანა და განვიმუხტე მაგრამ ეს ჩემი პატარა პრობლემა ძალიან დიდად გადაიზარდა ფინანსთან დაკავშირებით გადაფორმება მიდოდა და აი გასაგებია და ჯანმრთელობის პრობლემა არის თქვენი ის რომ თქვენ კიჩით გადაადგილება მიჭირს და ვერთ ადრე არ მიჭირდა შეძლებს და ბარად უკეთ ან ბავშვობიდან მაგრამ კასრობით არ დავდიოდი და რაც ასაკში შევედი მე გამიჭირდა აი თქვენი ერთი დღე რო გვიამბოთ კავშირიაში როგორ იწყება მე მივდივართ იქ ბავშვთან კარგავთ საუბრობთ ვისაც როგორ უნდა რა თემაზეც უნდა საუბარი ვისაც ზოგი მძივებს აწყობს ზოგი ხატავს ზოგი ძერწავს და ძალიან აი კომუნიკაბელური სიტუაცია აი ძალიან აი მე თვითონ კარგავ სოლდე რამდენი შეძლებს და უყურებ ბავშვებს და რამდენი საათს ატარებთ 6 საათს ვატარებთ ანუ ფაქტიურად ნახევარი და ისე სწრაფად გადის და ისეთი ნაღოფიერად არის ეს დღე რომ აი ვერც ხსნობთ აი სახში რომ მოვდივარ ძალიან ისეთი ცოტა სახში ვერ მოწყენილი ხარ ისეთ რა კი ბატონო აქტივობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა კი ბატონო იმიტომ რომ ყველა ადამიანს უნდა კონდეს თავისი საქმე და აი თქვენ ბრძანდებით სპეცპედაგოგი ქალბატონო ნანა და აი თქვენ საქმიანობაზე რომ ისაუბროთ და როგორი დასახელება ზუსტი სპეცპედაგოგი ანუ განსაკუთრებული ხო განსაკუთრებული მიდგომაა და მხოლოდ ის არ არის რომ ანუ ესეთ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა შეძლო და თან ასწავლო.
ძალიან მნიშვნელოვანი საპასუხებლო ამბავი. ძალიან ესეთი მართლა საპასუხებლო საქმიანობა, ჩემი საქმიანობა. ყველანაირად ვეცდები თითოეულ ბავშვთან მქონდეს კომუნიკაცია, კარგი თბილი და პირად მასთან, იმიტომ რომ პირველ რიგში მათ სიყვარული უნდა გავაკეთოთ, რომ ვიმათ უყვარდე და მე შემდეგ მუშაობას ვიწყებ მათთან ერთად. ვაკეთებ სხვადასხვა სამუშაოებს მათთან, გააჩნია როგორია ბავშვი, ჯერ ბავშვის საჭიროებას აქვს შესაძლებლობებს კი ყველაფერს ერთად ვითვალისწინებ და ვაკეთებთ ერთად, ვიწყებ მასთან ერთად მას რა სჭირდება, რა უნდა მშობლის მოლოდინები რა არის აუცილებელია, იმიტომ რომ ზოგიერთი მშობელი ძალიან უნდა რომ რაღაცა ისეთ მიზნებს მიაღწიოს, მაგრამ თუ არ არის უხსნით რომ რაღაცა მიზანზე რო გავალთ და ძალიან ვეხარია თითოეულ მიზანის მიღწევაში ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ბავშვებთან ძალიან რთულია მუშაობა და მიზნის მიღწევაც. მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ და რამც მგონი გამოდის, ბევრი კმაყოფილია მშობელი ჩემს მიმართ და უხარიათ რომ მისი შვილები ვთქვათ იმ მიზნებს აღწევენ, რაც მათ სურთ. რა თქმა უნდა, შედეგზე გასვლა ეს არის მნიშვნელოვანი, ამაზე ხართ ორიენტირებული. ჩემი ძირითადი საქმიანობა ეს არის. დიდი ხანია რაც ამ ცენტრში მუშაობ, ძალიან მომწონს ჩემი პროფესია. 2011 წლიდან ამ ცენტრში ვარ და არ ვიცი, აი ვიტყოდი რომ ამ ბავშვებთან დიდი გამოცდილება მაქვს ამ ცენტრთან მუშაობაში. ამ ბავშვებთან თვითონ ბავშვებმა მომასწავლეს ეს ყველაფერი თითოეულ ბავშვი იზრდებით რო იტყვიან, გავიზარდე ამ ბავშვებთან ერთად და რა ვიცი, აი მე კმაყოფილი ვარ და მიხარია ყოველდღიურად რომ ამ ბავშვებს ხვდები, რადგან მათ ძალიან უყვარვარ და ბედნიერია ის ბავშვებისაც ეგეთი პედაგოგიკა. როდესაც ადამიანი საყვარელ საქმეს ემსახურება. და პროფესიით სახში აღარ უნდა განჩერება და მეცეთ იცი ძალიან დიდი ვიღაცას უჭირდები ძალიან მნიშვნელოვანი და ისმენ ამას ყველაფერს და პოლიში გადაწყვეტინეთ ანუ ცარიელი ფუსიდან დაიწყეთ საერთოდ გამოცდილება არანაირი არ უნდა და 20 წელი და ეხლა რო უსმენთ ბენეფიციარს, უსმენთ პედაგოგს და საუბარი რაღაც ძალიან სერიოზულ ანუ აი მე და ნინო ყოველთვის საუბრობდით, როდესაც გააქვს რაღაცა სურვილი, უნდომება აუცილებლად ხალხი შეესაბამება შენს იდეას და აი ჩვენ ამასიდან პირველი ჩართვა ქონდა ბაჩოსთან. ეს არაშუალებრივი თეატრი რომ მაქვს და აზატის ბაღი და თქვენ მე მადლობა მინდა გითხრათ, რომ ასე გვაქვს თქვენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თითქოს აი არ ვიცი ხამილ მიწაზე რაღაცა სასაუბრებს უკვე ეს იყო ხამილი მიწა კი და ფაქტიურად უკვე არის ტყეება. შედეგები გამომდინარე კი არ თქვა რომ ეს ყველაფერი რაც მე შემწერი და გავაკეთე არის იმ ადამიანებს დასახმარებლად, ვინც მე გორჩი მედგა. მარტო ვერაფერს ვერ ისა ჩემი დიდი ოჯახით ძალიან დამეხმარა დამდგა მხარში და უნდა ვთქვა ეხლა აქ რომ მე გავიარე სოციოთერაპიის სახლში ძალიან კარგი პრაქტიკა და არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც მართლა დამარცხულეს რომ მე რაღაცა შემოწია, ხო? იმიტომ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე იქ და მადლობა მათ. არა მარტო მე სხვადასხვა ორგანიზაციებში ყოფილვარ მიმუშავე, კიდეც მოხალისეთა ყოფილა და ან ბევრი რამ მათგან ვისწავლე. ესე არ არის რომ აი დავიბადე რაღაცა ავდექით და უცებ რაღაცა გავაკეთე. მათგანაც სწავლობ კი ეს ამოცნობი თემა, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი ბენეფიციარი მოგიგდეს, რომელთაც პირველად გიწევს შეხება და შენ თავიდან სწავლობ ყველაფერს იმის შესახებ და იმ ნოზოლოგიის შესახებ, ასე ადვილი არ არის. რასაც ბავშვები არის. ჩვენ ახლა ყავს დიდები 18+ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი 18+ ეს მნიშვნელოვანი. შემდეგ რა ხდება ჩვენ ახლა
ამთავრეთ რემონტი ახლოს კასპის რაიონის სოფელში და sapilotე პროექტი გვექნება შაბათ-კვირას ჯერ ვნახავთ თვითონ ჩვენს ბენეფიციარებს როგორ იქნება 24 საათიანი მუშაობა არ არის ადგილი კიდე სხვა პრობლემებია და ნახოთ შევძლებთ კი ამ ყველაფერს თუ ასაკობრივი ზღვარი 18 პლუს კი ბატონო და ეხლა მალე დავწყობთ რაღაც ეს მოწესრიგება დამრჩა მოწესრიგებს და უკვე საფულში უკვე ალბათ აგვისტოს თვის უკვე ჩვენ ბანაკი ვიქნება ბანაკი არ არის ეს არის შაბათ-კვირას ანუ სახლიდან გამოყვავს ეს ჩვენი ბენეფიციარები რამდენიმე ეს მუტაციის თვითონ იქნება ერთდროულად ამოყავს და კვირას საღამოს დავაბრუნებთ სახლებში მუშებას ისევ ცენტრში მოვწადე. ეს არის რომ მოვსიჯოთ ჩვენი შესაძლებლობები როგორ გავათვალოთ თავს და მე დიდი ხანია ვფიქრობ ამ თემაზე რომ მე კი კარგი როდემდე ვიქნები ხო როდემდე შევძლებ ჩემი შვილის ყველა მშობლის საკითხი არის ყველა მშობლის საკითხი და მინდა ისეთი რამ გავაკეთო სადაც მე თვითონ შვიდად ვიქნები საკითხება ჩემი შვილი ნამდვილად. ქალბატონინო და აი ზოგადად ახლა ეს საინტერესო თემას შეეხეთ. ანუ დამოუკიდებლობის კოეფიციენტის ზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და აი როგორც აღნიშნეთ, თითოეული მშობლის საფიქრალი ეს არის, როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით, ჩვენი შვილები როგორ იქნებიან და აქედან გამომდინარე, მათმაც უნდა გაიარონ ის გზა, ანუ ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, რაც შეეხება სწავლას, რაც შეეხება ანუ ყველა აქტივობას, სერვისებს, რომლებსაც თქვენ აწვდით, ამ ყველაფრის ეს ვისაც რა და რომელი მხარეც აქვს ძლიერი იმუნარების განვითარება, არის წინაპირობა იმისა, რომ ადამიანებმა დამოუკიდებლად იცხოვრონ და აი რაც შეეხება კავშირიას, ანუ მიმართულებებზეც რომ გითხრათ, ხელსაქმეზე აი ხალხმა ინგამე ისაუბრა, კი ბატონო, ანუ კიდევ რა მიმართულებები. ნუ ჩვენ გვაქვს სახელოსნოები, სადაც არჩეულებრივ თექის წიგნებს ვამზადებთ, ეს არის ადრეული განვითარების ბავშვებისთვის, არა მარტო თექის წიგნებს, უამრავ რამეს ვაკეთებთ დაწყებული ჩუქურებით და დამთავრებული ქარგვით, არჩეულებრივ პანოების შექმნის თავიანთი ხელით ნაქარგები და მართლა მე გავუძო მეც მაგათთან ერთად ვსწავლობ, იმიტომ რომ არასდროს დამსახურებული ჭერია ხელში და ბევრი რამ ვისწავლე ამათთან შორის აი ის ნუ ინდა საოცრებებს აგეთებს. ისთანაც ამ ბავშვები არა ბენეფიციარი. ბავშვებს ვეძახით. იმდენად კარგად აკეთებენ და იმდენად თავის თავში დარწმუნებულები არიან, აი ის საჩუქარი, რასაც ისინი აკეთებენ, არ შერცხვებია ძალიან ისეთ ინდუმებით და დახვეწილად და ეს ყველაფერი მიდგომასაც ალბათ მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვებისთვის არის გათვლილი. ბაღის ბავშვებსაც შორის ისეთ რაღაცებს აკეთებენ და სადაც ყველა არის ძალიან საინტერესო და ყველა კატეგორიის ადამიანებს შეუძლია და თვითონ თავისი იდეებით, ანუ ერთი როდესაც შენ დავალებას აძლევს და ასრულებ, მაგრამ თავისი რაღაცა კოლექტივები შეავთ და უბრალოდ იცი რა ყველას ხო ვერ ვიტყვით, მაგრამ არიან აი აგერ ინგას აუცილებლად რა თქმა უნდა და კიდევ ყავს ერთი ბიჭი არის ძალიან ნიკოლოზი ბენეფიციარი ასეთი რომელიც აი მართლა ისე კარგად ხატავს და თვითონ ეს ბიჭიც ჭრის და აი ყველაფერ კარგავს და აი რაღაც სასწაულია მისი ნამუშევრები და აი არ ვიცი და თვითონ მე კი აი თავად ქმნის ამ ნახატსაც და იდეები და აი გადაამის ძალიან აი არ ვიცი განკვირვებული ვარ აი ამ გადაამისა ჩვენ ასევე გვაქვს პატარა ორკესტრი გვაქვს ჩვენი და ეხლა იმ თვის 10 რიცხვში გვაქვს მერის პროექტი გვაქვს ეს არის ამათი ნახატების გამოფენა და
ასევე ჩვენი ორკესტრი გააფორმებს მუსიკალობას. ჩვენი ძალიან ვამაყობთ ამ ყველას. ისი პატარა პარაორკესტრი. აი ნინოს გამსმენია რომ თქვენ სპექტაკლებზე გამოდით ხო რაღაც. კი, როგორ სპექტაკლებში არის მეტყოლების გაკვეთილი. ყველანაირ აი ყველა სფეროს არიან ანუ გუნდი მუშაობს. კი, ძალიან მოკიდო და თან დაკავშირებით მაგას გვაქვს პატარა ესეთი მაღაზიასავით და რომ ისწავლონ ბავშვებმა დამოუკიდებლად მივიდნენ მივაჭრება ეს აუცილებელია მათ მის მხარია რომ ის საზოგადოებაში აღარ არის აი სხვანაირი ყურება რომ კაცლებით ადრე წლებში აი ეს მინდა კითხოთ ანუ შეიცვალა თუ არა მე ნახენს თუ როგორი იყო დამოკიდებულება და ზოგჯერ შვილთანთან ქუჩაში გასვლაც იყო პრობლემა ეს ყველა ვიცით მაგრამ აი ხო როგორია დამოკიდებულება აუნდა ძალიან ეს დასახურებას არის ჩვენთან ჩვენი და ჩვენიც მუშაობს სამსახურო სკოლას დამსახურება ალბათ და ინკლუზივობაც ძალიან ბევრი გააკეთა იმიტომ რომ ეს ახალი თაობა რომ მოდის ყველზაობა აღიდან მოდიან ერთად რაღაცა და ჩვენთან ხშირად მოდიან სკოლის ბავშვები ხალისეთ და ნუ ესეთი კარგი ურთიერთობებია აი ჩვენ აუნიშნე ქალონინო რომ აი პატარები და ახალგაზრდები რომ უფრო ის სხვანაირად არიან. ანუ არ იკვირვებენ ესეთი უცნაური ბავშვების გვერდში ყოფნა და აი ჩვენი ასაკისა ცოტათი რაჭის ბავშვს რატო მიქცევათ და ხო შესაძლოა და ამ ახალგაზრდა ბავშვს ხო ჩვენ ყავს კლასში ამისანა. თუმცა ერთი ჩართვა მინდა გავაკეთო. ნახეთ, მე მომიწია დაჩიკოსთან ერთად სამკურნალოდ რამდენიმე ქვეყანაში ყოფნა და სხვათა შორის აი რაზეც თქვენ საუბრობთ ეს მზერა ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც დამინახავს კი იცნობა არა და ეს რაღაცა ცოტა უხერხული კითხვებიც ალბათ ეს იცი რა არის ალბათ ადამიანი როგორც იყვნენ ერთი ცომით არის მუზეუმი და არა აქვს მნიშვნელობა ხო ასაკი მაინტერესებს აი ვისგან ზედასული სხვა რა თქმა უნდა არა ბავშვების ასე რომ რაღაცა ისე რომ აი რაღაცა განსაკუთრებული ხდება აქ ვერ ვიტყვი ამ მიმართულებით თუმცა ცნობიერება რა თქმა უნდა შეცვლილია და სწორედ აი რაც შეეხება თუნდაც 14 იუნის დღევანდელ დღეს არის ცნობიერების ამაღლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე შეხსენება არაერთგზის მithkoms რომ ჩვენ აქ ვართ და რაც შეეხება ინტეგრაციას და ინკლუზიურ მართლობა ამ პროცესს იწყება ბავშვობიდან და სამიზნე ჯგუფი ზოგადად ჩვენი ყველას ვინც ამ მიმართულებით მუშაობთ არის მომავალი რა თქმა უნდა ახალგაზრდობა და ძალიან სასიამოვნო რომ ეს ინტეგრაციის პროცესი ბუნებრივად დაძრულია წინ მივდივარ თუმცა გამოწვევებზეც უნდა ვისაუბროთ ალბათ მე ერთი რამ უნდა დავამატო ახლა ამას ყოველთვის რაღაცა ის რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ცენტრები არის ოჯახის წევრებისთვის იმიტომ კი ბატონო მთელი დღეს ბავშვი გამოსულები არიან და ეძლევა ოჯახს შობელს თუ დედმამიშვილს მუშაობა არ არის ოჯახის წევრი თავისუფლად ამოვისურვოთ გულსაც თავის საქმე აკეთოს სხვა შვილებთან სხვა ურთიერთობები ჩამოაყალიბოს ხო ეს ყოველთვის გვაგვიწყდება ნახევარ ამის აკეთებს დღის ცენტრი გარდა ამისა კიდე აი მე ძალიან შიში მქონდა გოგომ ჩემი გოგონა როცა რატოტეხის პერიოდში იყო შეგვებოდა ამ ყველაფერს როგორ გადაიტანდა მეგობრებთან და ძალიან ნერვიულობდი თუმცა როგორც მე დავდიოდი ტრენინგებზე 3 წელი ჩემი გოგონა ჩემს გვერდზე იჯდა და ესე დამყავდა ისიც და ბავშვობიდან ამ ყველაფერს ეჩვეოდა მაგრამ ისე კარგად გადავიტანე თუცა მქონია ეს რაღაცა კბენები მაგრამ ისე კარგად გადაუტანე ეს ყველაფერი და ძებნელი ჩართოთ ამის კლასობრივ ჩვენ საქმიანობაში რაღაცა ბედნიერი ვარ და ამიტომ დანარჩენ შვილებთანაც ძალიან სერიოზული სამუშაოა რომ ეს თავისუფლად და რაღაცა დედმამიშვილის ფაქტორი არის მნიშვნელოვანი და გამოწვევები აი ყველაზე დიდი გამოწვევა რა არის დასწრებს ყველაზე გამოწვევა ჩვენთვის ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს გამოწვევა მაგრამ ჩვენთვის ახლა მაინც მთავარი ის არის რომ ჩვენ მაინც არ გვაქვს ჩვენი საკუთარი ფართი და სულ გვიწევს ამ ფართის რაღაცა გაგრძელება ვადების და სულ შიშივად
ეს არის მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენ გქონდეს ჩვენი ქართი, სადაც შვიდაც არად ვიქნებით. ალბათ ამასაც მივაღწევთ, იმიტომ რომ თქვენი მერამეს მიაღწევთ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფოსთან ჩვენ გუში გქონდა გამოფენა გაყიდვა სოციალურ სააგენტოში, ჯანმრთელობის და სოციალურ სააგენტომ ერთად რაღაცა გვიმას კეთილას გუშინ ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ბატონო მინისტრიც ბრძანდებოდა და თუ ეს უფრო ხშირი იქნება და ამაზეც ვისაუბრეთ იქ და შეგვიძლია რომ ჩვენთან ერთად მოვიდეს ძალიან მიხარია და გვახსოვს ეს ყველა. კი ბატონო. კალვინო მე დარწმუნებული ვარ თქვენ რაღაცა პერსპექტიულ გეგმაში გაქვთ რაღაცა ახალი იდეები და რა შესაძლებელი ხდება. იდეები მე როგორც მივხვდი უპირველეს ყოვლისა ეხა შაბათ-კვირის გამარჯვება ჩემთვის, იმიტომ რომ პირველად უნდა შევეყო ამ სფეროს. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად გამოვა, იმიტომ რომ ჩვენ განსაკუთრებით ალიდერებენ ხომ იდეას, პერსპექტივით გეგმებს ეს ყველაფერი და ეს იქნება კავშირი იასთან არსებული შაბათ-კვირის ანუ ცენტრი თუ რა ექმნება? საოჯახო ტიპის სახლი. საოჯახო ტიპის სახლი, ძალიან კარგი, კი ბატონო. ეს არ იქნება ძალიან ეს ცოტა ჯერ დაიწყებს და მერე გაიზრდება. კი ბატონო, ამ საოჯახო ტიპის სახლების არსებობაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისე ვთქვი, რომ რაც შეეხება 18+ ჩვენ შვილებს რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ვფიქრობთ მომავალზე, წინ ვიხედებით და მნიშვნელოვანია მასის დამოუკიდებლობა. და დამოუკიდებელი ცხოვრება. რა თქმა უნდა, მიწასთან შეხება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გეგმები გვაქვს ჩვენ სოფლის მეურნეობას მივხედავთ და ხელსაც დავეხმარებით ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებასთან მე ის რო ცოცხლება რაღაცას სიცოცხლე რომ ამოდის შენი ხელით მოვლილი იხარებს რაღაც სხვა ის ბუნებასთან კავშირი ყოველთვის სიკეთის კონტაქტია. ციერებსაც ძალიან უყვართ ჩვენ ორგანიზაციაში მოსვლა ყოველდღე ძალიან აი გახარებულები და ბედნიერები არიან რომ მოდიან და უნდათ ეს შაბათი კვირაც ჩვენთან ერთად გაატარო. აი ძალიან უხარია და თქო და მათი საჭიროებიდან, მათი სურვილებიდან გამომდინარე უნდა იყოს ყველაფერი გააკეთა ეს რომ სოფლად ბავშვებს დავიყვანთ და ესე ამასაქმეთ წარმატებებს ისურვო. დიდი მადლობა დიდი მადლობა რომ ამისთან ადამიანები ხართ და კავშირი იყო ჩვენთან გარეშე აი ის ხო არ იქნებოდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დღეს 14 ივნისია საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება დროებით და წარმატებებით. კიდევ ერთხელ